ბრაზი არის ემოცია, რომელსაც ადამიანები ცხოვრების განმავლობაში ძალიან ხშირად განვიცდით. მაგრამ რამდენმა თქვენგან მაიცის, რომ ბრაზი არის სუფთა საწვავი ენერგია, რომლის ჩვენი მიზნების მისაღწევად გამოყენებაც არის საუკეთესო იდეა. ბრაზი ფსიქოთერაპიულად არის ძლიერი მდგომარეობა, რომელიც ჩნდება მაშინ, როცა ირღვევა პირადი საზღვრები, ან ჩახშობილია მნიშვნელოვანი საჭიროებები. ეს ემოცია ატარებს ძალიან დიდ ნეიროფიზიოლოგიურ ენერგიას. ეს არის ადრენალინი და ნორადრენალინი, რომელიც თავისთავად არც კარგია, მაგრამ არც ცუდია. მაშინ რაში არის საიდუმლო? ყველაზე დიდი მნიშვნელობა აქვს მის მიმართულებას. როგორ გვანადგურებს ბრაზი? თუ ბრაზი ჩახშულია ან უკონტროლოდ გამოიფრქვევა, ის აზიანებს ნერვულ სისტემას, ზრდის ფსიქოსომატურ რისკებს და ანგრევს ურთიერთობებს. ასეთ დროს ენერგია შიგნით ბრუნავს ორგანიზმში და ფსიქიკაში და იქცევა თვითგანადგურებად, შფოთვად, დეპრესიად ან აგრესიად საკუთარი თავის მიმართ. არის ხოლმე მომენტები, როდესაც თუ კი რაიმე ორგანო გვაქვს სუსტი და ეს გადაუმუშავებელი ემოცია მოძრაობს ჩვენში, რაც არის ბრაზი, ის შეიძლება გახდეს დამაზიანებელი პირველივე იმ ორგანოსთვის, რომელიც ყველაზე სუსტია ჩვენს ორგანიზმში. მაგრამ რა ხდება მაშინ, თუ კი ბრაზს სწორად გამოვიყენებთ? როდესაც ბრაზი ცნობიერად აღიქმება და სახელდება, ის გარდაიქმნება მკაფიო საზღვრებად, მოქმედების მოტივაციად და ცვლილების ძალიან დიდ ძალად. ამ შემთხვევაში იგივე ენერგია კვებავს თვითდაცვას, მიზანმიმართულ ნაბიჯებს და შინაგან ზრდას ნაცვლად თვითგანადგურებისა. ყველაზე მარტივი მაგალითი ამ მდგომარეობის გასაგებად არის glow-up ვიდეოები თუ შეგხვედრიათ თქვენს For You-ზე, როდესაც ადამიანები შორდებიან ან მოდიან იმ ურთიერთობიდან, ან თავს გრძნობენ მიტოვებულად და ისინი უცებ იცვლებიან. ხდებიან ბევრად უფრო მოტივირებულები, იცვლება მათი ფიგურა, ცხოვრების წესი, იწყებენ ბიზნესს, ან წინაურდებიან იმ სამსახურში, რომელშიც არიან. საკუთარ თავში აღმოაჩენენ სხვადასხვა ნიჭებს და მათი მთლიანი ცხოვრება იცვლება უკეთესობისკენ. რატომ? იმიტომ, რომ სინამდვილეში ბრაზი არის ძალიან დიდი საწვავი ენერგია, რომლის გამოყენებაც ჩვენი ცხოვრებისთვის და ჩვენი უკეთესობისთვის არის საუკეთესო იდეა. მაგრამ აქ მთავარი არის ის, რომ ის არ იყოს გამოყენებული სხვის გასანადგურებლად, რევანშის ასაღებად, სამაგიეროს გადასახდელად, ან რაიმე მსგავსი, ანუ ეკოლოგიურად სუფთად თუ გამოვიყენებთ ბრაზის ენერგიას და